სოკო მარინადში. ძალიან მარტივი რეცეპტია. მზადება სახელდახელოდ. დილით გავამზადეთ, საღამოთი სტუმრებს მივართვით. უპრობლემოდ. მე ავიღე 400 გრამი კამასოკო. 9 ლიტრი წყალი. 2 სუფრის კოვზი ძმარი. სუფრის ძმარი. 1 ჩაის კოვზი შაქარი. 10 მარცვალი შავი პილპილი დავუღერღავი. პიმენი, ანუ არომატული შავი შავციცაკასაც ეძახიან. დაფნის 2 ფოთოლი და 3 ღერო მიხაკი. ხო, 1 სუფრის კოვზი მარი. ძალიან მარტივად უცებ მოვამზადეთ. 9 ლიტრი ადუღებული წყალი და ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი. მარილი. შაქარი. შავი პილპილი. აქვე მაგას პიმენტი. პიმენტი. ოკეი. ძმარი. ადუღებიდან 9 წუთი მაქსიმუმ, მეტი არ ჭირდება. თან მოვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას ყველაფერი. ეყოფა. უფრო ლამაზად გამოიყურება, როდესაც არის პატარა კამასოკოები, ესეთი ყველაზე ლარიანის ხელა კამასოკოები. მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთ მარკეტში ვერ ვნახე. ხო, ამიტომ ცოტა მოზრდილები ავიღე და დავჭერე. ეხლა გადმოვასხათ მარინადი სოკოში. ჩავასხათ, გადმოვასხათ, დავასხათ, მივასხათ, მოვასხათ. ჩავყაროთ, ჩავაფშხნათ. ეხლა სოკო დაპატარავდება ცოტა და ხო, კარგი შედგებაო. შეიკუმშება. და ეს მარინადი სავსებით საკმარისი იქნება. 5 წუთი იდუღა, საკმარისია სავსებით. გამურთით. სოკო მზად არის. ფერმა არ გაგაგვირვოთ, ფარფლები არ ამოვაცალე და ამიტომ ესეც მშვენიერია დავჭერეთ. საღამოთ ეს იქნება მზად. შეგიძლიათ ჩვეულებრივად ზეთი, ძმარი, ხახვი, ცოტა ნიევრი. იდეალური მისაყოლებელია, ან ცელფი როგორც გარნიერი.